თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს ჩვენ დამნაშავეები არ ვართ. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ამ წინადადებით დაასრულა პატიმრობაში მყოფმა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა თავისი დასკვნითი სიტყვა. ამის შემდეგ პროცესი დასრულდა. მოლოდინი რომ მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელის განაჩენს დღეს გამოაცხადებდა არ გამართლდა. განაჩენი 6 აგვისტოს გამოცხადდება. სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 13 საათზე დაიწყო და ის მხოლოდ ამაღლობელის საბოლოო სიტყვას დაეთმო. პოლიციაზე თავდასხმაში ბრალდებული მედია მენეჯერი, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მან გამოსვლა კიდევ ერთი პატიმრობაში მყოფი ქალის მანდატურზე თავდასხმაში ბრალდებული აქტივისტ ნინო დათაშვილისადმი სოლიდარობით დაიწყო. ამაღლობელის თქმით, გაგება იმისა, რომ პროკურატურა აქტივისტს იძულებით ფსიქიატრიულში გადაყვანას უპირებდა, მისთვის ძალიან მძიმე იყო. ნინო გამაგრდი მარტო არ ხარ, მიმართა მან დათაშვილს. დასკვნითი სიტყვა ამაღლობელმა მის მიმართ წაყენებული ბრალისა და პროკურატურის მიერ შეთავაზებული საპროცესო შეთანხმების შესახებ საუბრით განაგრძო. ამაღლობელის თქმით, საპროცესო გარიგების შეთავაზებაც კი მისთვის შეურაცხმყოფელია. იქ სადაც 7 თვე ავიმყოფები საპროცესო შეთანხმება გამოსავალია. ჩემს საკანში ისმის ბავშვის ხმა დედა მენატრები. როცა გავიგე რომ მისი ოჯახი საპროცესო შეთანხმებაზე საუბრობდნენ, გამიხარდა. ჩემთვის პირიქითაა, შემოთავაზებაც კი სიკვდილივითაა. ადვოკატებმა უკვე თქვეს, რომ არა და ვერ მოვაწერ ხელს. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა და სილის გაწვნის თავდასხმას წარმოჩენა და შეფუთვა ბოროტებაა. 7 თვეა ამაზე ვფიქრობ. ჩემი დაკავების პირველივე დღიდან ამ სასამართლოს სხდომათა დარბაზში მკაფიოდ დამიფიქსირებია და ახლაც ვიმეორებ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, განსხვავებით გებუაძისგან. გონია რომ კანონში წერია სილის გაწვნის ადეკვატური მუხლი. მახსოვს პროკურორმა სხდომაზე კითხვა დამისვა. ჩვენს კვალიფიკაციას თუ არ ეთანხმებიო, რომელი მუხლი შეგეფერებაო. ეს საქმე ამ დრომდე მოიტანა გამოძიებამ, ჩემი აზრი არ უკითხავ. მიუკერძოებლად რომ ჩაეტარებინათ გამოძიება და გებუაძის ინტერესები არ გაეტარებინათ, ეს საქმე სასამართლოში ასე არ შემოვიდოდა. სისხლით დავიჭერო საჯაროდ მომცა 4-დან 7 წლამდე. პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა. ახლა სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმაზე, რა სასჯელი მელის. ოღონდ ერთი რამ გარდაუვალია, ეს მხოლოდ ჩემი სასჯელი არ იქნება. ეს იქნება თქვენი სასჯელიც, ბატონო პროკურორო, და ყველა იმ პირის, ვინც ჩართული იყო. ამაღლობელმა დღევანდელ სხდომაზე მადლობა გადაუხადა უცხო ქვეყნის ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, კრიტიკულ მედიასა და პროტესტის მონაწილეებს. მან სასამართლოსაც მიმართა და თქვა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში თავს გამარჯვებულად გრძნობს. არ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქალი ვარ. ნურთს ჯანმრთელობის მდგომარეობას გაითვალისწინებ. მტკიცებულებებით საკმარისია. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მინდა იცოდეთ, რომ თავს გამარჯვებულად ვთვლი. ამისთვის მადლობა მინდა უთხრა ჩემს ადვოკატებს, უფლებადამცველებს. როცა სახელმწიფო მანქანა ჩემს წინააღმდეგ დაირაზმა, ვისაც არ დაეზარა ქვა და ტალახი მესროლა. ჩემმა ადვოკატებმა შეძლეს და ფაქტებით დაუპირისპირდნენ პროპაგანდას. მათ შეძლეს ჩემს სიმართლეზე ამ დარბაზში და მის მიღმაც არგუმენტებით და მტკიცებულებებით ელაპარაკათ. მათ შეძლეს ადამიანების მიმართ ნდობა შემენარჩუნებინა და სამართლიანობისთვის ბრძოლა გამეგრძელებინა. დაიმახსოვრეთ მათი სახელები. ისინი ქართული მართლმსაჯულების საყრდენები გახდებიან. მადლობას უთვალავი ადამიანი იმსახურებს ჩემგან. კიდევ ერთი სიცოცხლე რომ მომეცეს, არ იქნება ამისთვის საკმარისი. იმისთვის მადლობის გადასახდელად, რასაც ვგრძნობ 200 დღეზე მეტია. თავისუფლება მზიას პროცესის პარალელურად ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინ მოქალაქეთა შეძახილები არ წყდებოდა. პირველი პოლიტიკური პატიმარი ჟურნალისტის სტატუსი აქვს. თქვენი წყალობით და თქვენი გამოისობით, სილის გამო, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაული საერთოდ არ არის. აქ მოდიხართ და კიდე ბედავთ, რომ უტიფრად იცინოთ და საზოგადოება გააღიზიანოთ. სხდომის დასრულების შემდეგ მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა, კოლეგებმა და მეგობრებმა მხარდამჭერი ტაშითა და შეძახილებით გააცილეს. მედია მენეჯერთან მიახლოებაში მათ პოლიციის კორდონი უშლიდა ხელს. დღევანდელ სხდომას ისევე როგორც 1 აგვისტოს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა. How is
ზიამაღლობელის მიერ სასამართლოს დატოვების შემდეგ მისმა მხარდამჭერებმა ბათუმის ქუჩებში მარში გამართეს, რომელიც მედია მენეჯერის მიერ დაფუძნებულ გამოცემა ბათუმელების ოფისთან დასრულდა. რეჟიმი რას ვერ სპობს და რა აღელვებს და აკიშებს ყველაზე მეტად. ისედაც შლეგებს და არანორმალობებს. ჩვენი ერთიანობა შეიძლება გარეთ ცოტანი ვართ, მაგრამ ერთიანი ვართ და ამ ერთიანობას ვერაფერს უშლება, ამიტომაც აკიშებს ეს. 7 თვეა მზია უკანონო პატიმარია. 7 თვეზე მეტია სხვა ბიჭები, ახალგაზრდები. არ ვიცი, ომის ვეტერანები, საოკუპაციო ხარჯის მცხოვრებლები, რუსთაველზე პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვისთვის ყავთ დაპატიმრებული და ვერ გატეხეს ვერცერთი მათგანი. ვერცერთი მათგანი ვერ გატეხეს და ეს აგიჟებთ, იმიტომ რომ ვერ ხსნიან რა ბრძოლის შინი და მიზანი გვაქვს ასეთი, რომ მათთვის ქვეყნის ისეთი და იმგვარი სიყვარული, როგორც თვითონ ჩვენგანს გააჩნია საქართველოსადმი, მათთვის ეს უცხოა. ზიამაღლობელის ადვოკატმა მაიამ წარიაშვილმა დღეს მოსამართლეს მედია მენეჯერის მხედველობასთან დაკავშირებით გაცემული დასკვნა წარუდგინა, რომლის მიხედვით ამაღლობელს კერატოკონუსი აქვს. მას ერთ თვალში სათვალის დახმარებით 30%-იანი მხედველობა აქვს, მეორეში კი ხედვის უნარი პრაქტიკულად დაკარგულია. ზიამაღლობელს 11-12 იანვრის ღამეს ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვრის გამო პოლიციაზე თავდასხმას ედავებიან. 8 მაისს სასამართლოში მოწმის სტატუსით მისულმა ირაკლი დგებუაძემ თქვა, რომ დარტყმის შედეგად განიცადა ტკივილი. მისი აწითლებული ლოყა კი ნახევარი საათის შემდეგ თანამშრომლებმა შენიშნეს. ამაღლობელმა, რომელიც უკვე 7 თვეა რაც პატიმრობაშია, პროტესტის ნიშნად 38 დღე იშიმშილა. ევროპარლამენტის არაერთი რეზოლუცია და საერთაშორისო ორგანიზაციები მზიამაღლობელს პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.